ისრაელში შექმნილი ვითარება, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ნავთობის მსოფლიო ფასებზე, არამედ უკრაინის კონფლიქტის შედეგებზეც. ამის შესახებ მილიტარი ვოჩი წერს. გამოცემის თანახმად უკრაინა სულ უფრო ნაკლებადაა მზად მიზნების მისაღწევად, ხოლო ისრაელისთვის დახმარების გადამისამართება დასავლეთს მისცემს შესაძლებლობა შეინარჩუნოს სახე კონფლიქტში ინვესტიციების მკვეთრად შემცირებით და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებით. გამოცემა წერს, რომ ისრაელზე თავდასხმის დრო ემთხვევა ამერიკაში დაძაბულობის გაღრმავებას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და ამრიგად ეს შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი სამხედრო მოქმედებებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში. მედიის ცნობით, ჰამასმა არაბულ და მუსულმანურ სამყაროს პალესტინელების მხარდასაჭერად საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდა, კერძოდ თავს დაესხნენ ებრაელებს მთელ მსოფლიოში. ტუნისის ზეთისხილის მეჩეთმა და აფრიკის უდიდესმა ისლამურმა სასულიერო უნივერსიტეტმა მიიღეს ფატვა ისრაელის ჯიჰადის გამოცხადების შესახებ. რამდენიმე თავდასხმა უკვე დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში. მიუნხენში ებრაელებს მოუწოდებენ არატარონ ებრაული სიმბოლოები, წერს გერმანული გამოცემა ბილდი. ტერორისტი კი, რომელმაც გასულ საღამოს ბრიუსელში ერთ-ერთ კაფეში 2 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმელი 45 წლის ტუნისელია. მან თავდასხმამდე ვიდეო ჩაწერა და განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელია. მან კაფეში შვედეთის 2 მოქალაქე მოკლა, შემდეგ კი მოპედით ქუჩაში გადაადგილდებოდა და ავტომატით გამვლელებს ესროდა. მომხდარის გამო ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ტერაქტის დროს ბრიუსელში შვედეთისა და ბელგიის ნაკრებს შორის მატჩი მიმდინარეობდა, რომელიც მომხდარის გამო შეწყდა. ასევე გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტიან ვრიმ ამერიკელები ჰამასის ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ირანის საგარეო უწყების მეთაურმა აბდულაჰიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის ლიდერებს გააჩნიათ შესანიშნავი ერთიანობა. ყველამ შეიმუშავა სცენარი და ყველას ხელი სასხლეთზეა. საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროსა და აქტივისტების მხრიდან შეფერხების შემთხვევაში, ვინც მხარს უჭერს ისრაელის ომის გაღვივებას, პასუხი გაეცემა საჭირო დროს და სასურველი იქნება წინააღმდეგობისთვის. ასევე თეირანი ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციას წითელ ხაზად მიიჩნევს, რაც გამოიწვევს ახალი ფრონტების გახსნას. ნებისმიერ ომს, რომელიც დამოკიდებულია წყლის, ელექტროენერგიის გათიშვაზე და გზების გადაკეთვაზე, ასევე ინფრასტრუქტურის და სკოლების განადგურებაზე, ხოცვა-შლეტავს უწოდებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამბობს, რომ ის ისრაელს სტუმრობს არა როგორც სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი. როგორი პოლიტიკოსია ან რა მიდგომაა და რას პასუხობთ მათ, ვინც გეტყვიან, რომ რეგიონს როგორც მუსულმანი ისე უახლოვდებიან. ჩვენს თანამასაუბრეს უნდა მივუდგეთ არა რელიგიით, არამედ ჰუმანური ნიშნით. ჩვენ ველით, რომ ისრაელი დაუყოვნებლივ გამოასწორებს ამ მძიმე შეცდომას და სასწრაფოდ შეწყვეტს თავის დაუნდობელ ქმედებას ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, განაცხადა ერდოღანმა. ვაშინგტონ პოსტის ცნობით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მთელი ღამე ელოდა საუდის არაბეთის პრინცთან მუჰამედ ბინ სალმანთან აუდიენციას. როგორც გამოცემა წერს, საუდის არაბეთის პრინცმა ბლინკენს რამდენიმე საათი ალოდინა შეხვედრა, რომელიც ღამით უნდა გამართულიყო დილით შედგა. შეგახსენეთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ენტონი ბლინკენი ბინ სალმანს ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში შეხვდა. კოლუმბიამ ისრაელის ელჩი გააძევა. თუ ჩვენ მოგვიწევს ისრაელთან საერთაშორისო ურთიერთობის შეჩერება, ჩვენ მათ შევაჩერებთ. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ გენოციდს. ამით კოლუმბიის პრეზიდენტი შეურაცხყოფილი არ იქნება, განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოსთხოვა არ დაწერონ უკრაინაში კორუფციის შესახებ, სანამ საომარი მოქმედებები გრძელდება. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა იულია მოსტოვაიამ განაცხადა. ზელენსკიმ თქვა, გაჩუმდით გამარჯვებამდე, თუ არ გაჩუმდებით, გამარჯვება არ იქნება, თქვა ჟურნალისტმა. CNN-ის ჟურნალისტმა სარა სიგნერმა პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა.
თავმოკვეთილი ჩვილების გაშუქებისთვის. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ ჰამასმა ბავშვებს თავი მოკვეთა. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ამის დადასტურება არ შეუძლიათ. ამიტომ სანამ რამეს ვიტყვით, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თქვა ჟურნალისტმა. სიდნერმა ასევე განმარტა, რომ მისი გადამღები ჯგუფის შეცდომაში შეიყვანეს და აღნიშნა, რომ თავის რეპორტაჟში ის აღნიშნავდა, რომ ჰამასი უარყოფდა ამ ქმედებას. BBC-მ აღიარა, რომ იტყუებოდა ბრიტანეთში პროპალესტინური დემონსტრაციების შესახებ თავის რეპორტაჟებში. BBC News-ზე ჩვენ გატყობინებდით ზოგიერთ პალესტინურ დემონსტრაციებზე, რომლებიც უქმე დღეებში ჩატარდა მთელს ბრიტანეთში, სადაც ადამიანებმა თავისი მხარდაჭერა გამოთქვეს ჰამასის მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს იყო ცუდი ფორმულირება და შეცდომაში შეყვანა პალესტინური დემონსტრაციების მიმართ. ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯექსონ ჰინკლიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაეროს მონაცემებით ბოლო 8 დღის განმავლობაში ღაზას სექტორში არც ერთი წვეთი წყალი, არც ერთი მარცვალი ხორბალი და არც ერთი ლიტრი საწვავი არ შესულა. ეს რომ პუტინს გაეკეთებინა უკრაინისთვის ატომური ბომბი მოსკოვისკენ გაფრინდებოდნენ, წერს ჯექსონ ჰინკლი. New York Post-ის ცნობით, ორმა ტრანსგენდერმა ჩიკაგოს თასის ველოკროსზე ქალთა შეჯიბრში ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ყოფილმა მძლეოსნობის მწვრთნელმა ლინდა ბლეიდმა ჩიკაგოს თასის ველოსპორტის ორგანიზატორები გააკრიტიკა და ღონისძიებას უწოდა მამაკაცების რბოლა, სადაც ქალები მონაწილეობენ. მანამდე კი ველოსიპედისტების საერთაშორისო კავშირმა აუკრძალა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალებთან შეჯიბრი. საფრანგეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ კი შესაძლოა გააუქმოს ყოველწლიური ღონისძიება, სადაც ფეხბურთელები ატარებენ LGBT ფერების ფორმას. მოთამაშეთა უმეტესობა განიცდის მორალურ პრობლემას ცისარტყელას ფერების გამო, წერს ადგილობრივი მედია. თავად ლიგამ ინფორმაცია ჯერ არც უარყო და არც დაადასტურა.